მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოებო, ქრისტიანობა ჭეშმარიტად აღდგა ჩვენ 2 დღის წინ ვიზეიმეთ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე. მოგესალმებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მისი უწმინდესობის ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო და არის ის გადაგებები მისი მაღალყვალდესამძლოესისა მეუფეშიოსი, რომელიც ამახვილებს ყურადღებას უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რასაც ქვია დემოგრაფიული პრობლემა, აბორტები და ზოგადად ოჯახის მიმართ თუ რა გამოწვევებიც არის თანამედროვე სამყაროში და ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ოჯახებში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მეტი არ შეიძლება რომ ითქვას იმდენად მნიშვნელოვანია დღეს აი ეს ოჯახის გადარჩენა, რასაც ქვია, ხო? ამიტომ ეს პირველი გამარჯვება, რომელიც ჩვენ ღვთის მადლითა და წყალობით მოვიპოვეთ და დაარსდა რა დღე, რომლითაც ჩვენ 17 მაისს დღესასწაულობთ, ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ ასეთ ფასადურად, ღმერთმა დაგვეფაროს, არამედ ამას უნდა მოყვეს კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯები ყველას მხრიდან. ჩვენ ოდნავ ასე ვთქვათ თვითკრიტიკულები ვიქნებით, ზოგადად თვითკრიტიკაში გულისხმობთ მთლიანად საქართველოში, არავითარი და არავის განკითხვას არ ვაპირებთ ჩვენ, არამედ იმ გულის ტკივილს გამოვხატავთ, რომელიც რეალურად არსებობს ჩვენს ქვეყანაში და თუ გვინდა ჩვენ რა თქმა უნდა სიტუაცია გამოსწორდეს და გამოსწორდეს უკეთესობისკენ, წავიდეს ყველაფერი, ცხადია, ამას სჭირდება უდიდესი ძალისხმევა ყველა, ასე ვთქვათ, კომპონენტის მხრიდან. ეს იქნება ოჯახი, ეს იქნება ეკლესია, ეს იქნება სახელმწიფო, ზოგადად საზოგადოება. ამიტომ აქ რა თქმა უნდა 17 მაისის აი ამ დღეს ესეთი სტიმულატორის მნიშვნელობა გააჩნია, მაგრამ როგორც გითხარით, ჩვენ რა თქმა უნდა მეტის მოლოდინში ვართ ყველა მხრიდან, მაგრამ ეს მეტის მოლოდინი უნდა იყოს რეალური. ეს რეალური რო გახდეს, რა თქმა უნდა, ის ლოცვა-კურთხევებიც უნდა აღსრულდეს, რომელიც გაიჟღერა ამ გადაგებების პერიოდში და კიდევ უფრო მეტი რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ის, რომ სახელმწიფომ ქმედითად მიიღოს მონაწილეობა აი ამ დემოგრაფიის ზრდაში. არსებობს უამრავი მეთოდი, რომელიც პოლიტიკური ნაბიჯებია თანმიმდევრული გადასადგმელი, შესანიშნავად იცის ეს ყველა ხელისუფალში. არის უამრავი სახელმწიფო, რომლებსაც ეს მეთოდები დამუშავებული აქვს და შესანიშნავად არის ჩამოყალიბებული თუ როგორ უნდა მოხდეს ზრდა დემოგრაფიული საზოგადოებისა, როგორი დახმარებებია საჭირო და არა უბრალოდ სიტყვით რომ ჩვენ ვეხმარებით და რეალურად ჩვენ ხო ვიცით რომ მხოლოდ სოციალურად დაუცველზეა საუბარი და რეალურად ვისაც მართლა მრავალშვილიანები ქვია არავითარი დახმარება სახელმწიფო არ გაუწევია და ეს არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე გამოსასწორებელი სიტუაცია, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში და ჩვენ აი ამ დაპირებებში სწორედ ამას ვხედავთ, რომ საჭიროა სწორედ ამ კუთხით მუშაობა. ანუ პირველი რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის აბორტების აკრძალვა კანონის დონეზე. ჩვენ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პირველ რიგში ვთხოვთ სწორედ აი ამ უხეში ფორმის აბორტების აკრძალვას, ხო, როცა პირდაპირ ჩეხვა ხდება პატარა ჩვილებისა და ამას ექიმების უწოდებენ და ამას რატომღაც მკურნალობასაც უწოდებენ და შემდეგ რა თქმა უნდა უკვე უფრო ცივილური აბორტების ფორმებზეც გადავალთ, რასაც მინი აბორტები ქვია, იგივე კონტრაცეფცია, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებსაც არანაკლები ეფექტი აქვს და უფრო მეტსაც ვიტყვით, შეიძლება გაცილებით უფრო მეტი რაოდენობის ესე იგი ნაყოფი იქნეს მოკლული, ვიდრე ეს ესეთი ხილული
უხეში ფორმის აბორტების დროს ხდება. და ჩვენთვის რატომ არის ეს ყურადსაღები? იმიტომ რომ საზოგადოება ერთის მხრივ რა თქმა უნდა რას ქვია აბორტი და ჩვენ ვხედავთ აი ამ დამოკიდებულებას თანამედროვე ქართულ ოჯახებში, რომლებსაც ვერ დაუწუნებ ერთი შეხედვით ვერც პატრიოტიზმს და ვერც ქართველობას და ვერც ქრისტიანობას, მაგრამ ხედავთ რომ აი ამ კუთხით ხდება აი ამ საკითხების რაღაცა მიყრუება თითქოს და ეს დემოგრაფიული პრობლემა, რომელიც სწორედ და გამოწვეულია აი ამ მინი აბორტებით, ამას ხაზს გაუსვენთ ჩვენ. ხო, რატომღაც ამას არ ექცევა სათანადო ყურადღება. აქ უკვე ვერ დავაბრალებ ჩვენ ამას ყველაფერს სახელმწიფოს, აქ საუბარია უკვე ინდივიდუალურად პიროვნებაზე, შეიძლება ეკლესიის ზოგიერთ მოძღვრებსაც ეხებოდეს ეს საკითხები და იმიტომ რომ როცა თვითონ ქადაგების პროცესი ხდება ისეთი რომ თურმე არაფერი ცოდვა არ ყოფილა თქვათ კონტრაცეფცია, მაშინ რა გამოდის რომ შეიძლება აიგზავნოს ხო ჩვენ ამისი შეიძლება მომსწრენიც გავხდეთ რომ რეალურად აიგზავნოს ეს ხილული აბორტები, უხეში ფორმის სახის აბორტები, მაგრამ დავინახოთ რომ ერი მაინც არ გამრავდა. და რატომ მოხდება ეს ყველაფერი? სწორედ იმიტომ რომ თუ ის ფორმა, რომელიც ისედაც ცივილური არ არის და საზოგადოებისთვის უკვე მიუღებელია, ის რა თქმა უნდა ჩანაცვლდება კიდე გაორმაგებული ფორმის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები არიქა და არ გაგვეპაროს ჩვენ ეს ამბავი და ამ კვერცხუჯრედებმა არ გამრავლდეს და ამ ემბრიონმა არ დაიწყოს ესე იგი ჭარბჩამოყალიბდეს ადამიანად. ეს არის ის სინამდვილეში სატკივარი თანამედროვე ადამიანისა, რომელიც არის რეალურად ის პრობლემა, რომელსაც რატომღაც ყურადღებას არ ამახვილებს თანამედროვე საზოგადოება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში აქ უკვე ეკლესია არის თავში და ჩვენ ამას რა თქმა უნდა ყველას მოუწოდებთ ნებისმიერ სასულიერო პირს, იმით გაჟღერდა კიდეც მეუფეს მიერ, რომ სწორედ ესეთი ქიმიური ჩარევებით ხომ, როცა ქიმიურ ჩარევაში, სწორედ არაბუნებრივ ჩარევაში, სწორედ ეს იგულისხმება, რომ ნაყოფი იწამლება, 1000 საშუალებები ხდება, რომელთაც განაყოფიერებული ემბრიონი შემდეგ გვტება და მოქდინება ხდება სწორედ აბების მეშვეობით. ეს არის ის ყველაზე დიდი მტკივნეული, იმიტომ რომ თანამედროვე სამყარო ნახეთ როგორი გახდა კომფორტულია და საზოგადოება რა თქმა უნდა იტყვის რომ რას ქვია რა დროის აბორტია და როგორ შეიძლება აბორტის გაკეთება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ადამიანები ქმნიან ოჯახებს და ერთი შვილის და მაქსიმუმ აგერ ორი შვილის მეტს არავინ აჩენს. რატომ არის? საიდან არის ეს ამბავი? დავიჯეროთ რომ ყველა თავშეკავები ცხოვრობს, არაფერიც მსგავსი არ ხდება, პირიქით შეიძლება ითქვას, დაგეგმარებას აქვს ესეთი ფართო გასაგანი, რომ ის პროპაგანდა, რომელიც იქნა ჩანერგილი ჩვენ საზოგადოებაში, იმუშავა შეიძლება ითქვას და ქართველ დედას უკვე ჯერ და მამას ჯერ ოჯახი შექმნაც აღარ უნდათ. იმდენად შეეჩვიან აი საკუთარ ეგოცენტრში ცხოვრებას, ხო? და შემდეგ უკვე რო შექმნიან ოჯახს, შეიძლება რაღაცა დროის მანძილზე შვილზე წარიფიქრონ, წარმოიდგინეთ და თუ იფიქრებენ, ეს იქნება ერთი შვილი და თუ მეორეზეც იფიქრეს, ეს იქნება რაღაცა მათი მხრიდან რაღაცა დიდი სვეპლი და სასწაული გაკეთებული, გადადგმული ნაბიჯი, რომლითაც ისინი კიდე დაავალებენ ამაში ყველას დანარჩენებს თუ ვინმე ირგვლივ თავის საახლობლოში ყავთ. აი ესეთია თანამედროვე ადამიანი, კომფორტული, მოაზროვნეთ ეგოცენტრულად, რომელმაც შექმნა ეს მიკრო სამყარო ისეთნაირად, რომ აი ეს შვილი სინამდვილეში ხდება კერპი ოჯახში. ერთი ყოველთვის ესია. ერთს იმიტომ აჩენს, რომ რაღაცნაირად აი ამითი დაიკმაყოფილოს შემდეგ ის შვილისადმი სიყვარული და როცა ამას გადაჭარბებული და არამართებული სწორი
დამოკიდებულება მოყვება, ცხადია, ეს შვილი აი ამ პრობლემების განვითარების მიხედვით ხდება გარკვეული აცდენები საზოგადოებაში და ეს აცდენები სწორედ იმის ნიშანია, რომ ადამიანი ვერ ხვდება, რომ სინამდვილეში რა არის მისი მთავარი არსი ცხოვრების, რისთვის მოვიდა ამ ქვეყნად, რისთვის მიდის საიქიოში და ეს რომ გაიგოს ადამიანმა, ხო, ამისთვის პირველ რიგში საჭიროა, რა თქმა უნდა, ქრისტიანული ცხოვრების ღვაწლი და ეს ქრისტიანული ცხოვრების ღვაწლი პირდაპირ პროპორციულად ითხოვს ადამიანისაგან გამრავლებასაც, იმიტომ რომ სხვანაირად ადამიანი, რა თქმა უნდა, იქ ცოდვის რაღაცა სახეობა იკვეთება. იმიტომ რომ აუჯერათ ჩვენ იმ თითქოს და თავშეკავებული ცხოვრებით, რომელსაც ისინი ცხოვრობენ. პირიქით, დღევანდელი საზოგადოება გამორჩეულია ნაკლები ღვაწლით და მეტი სიამოვნებისკენ ტოლვიდა. ამიტომ ამას ჩვენ ვერანაირად და ვერასკსით ვერ დავიჭერებთ. კიდევ ერთი რაც საფრთხეს წარმოადგენს, ეს იგივე ქიმიურ ჩარევასთან არის დაკავშირებული, გახლავთ აცრების ფორმები, რომლებსაც ჩვენ ვიცით, ეს კოვიდის დროსაც იყო ამაზე სერიოზული საუბარი, ჩვენ ახლა ამას სიღრმისეულ ანალიზებს არ ვუკეთებთ, თუმცა არის უამრავი აცრები, რომლებსაც ქვეტექსტი აქვს ესეთი, რომ შეიძლება ადამიანმა გაკეთების ამ ბავშვებზე მით უმეტეს გაკეთების შემთხვევაში გამოიწვიოს უნაყოფობა. ესეც საფრთხის შემცველია და ჯერ კიდევ ამაზე არ დასრულებულა დავა და კამათები, იმიტომ რომ ეს იერიში, რომელიც სურთ გლობალისტებს განახორციელონ საქართველოში, ჯერ კიდევ შუაგზაზია და ამიტომ ღმერთმა უწყის ეს როგორ დამთავრდება. ჩვენ კიდევ და კიდევ იმისკენ გვაქვს ეს აქცენტები გაკეთებული, რომ მიუხედავად აი ამ პოზიციური გამარჯვებისა, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ ხოლმე 17 მაისს, არ უნდა დავკმაყოფილდეთ ძმანო და დანო, არ დავრჩეთ ესე ფასადურად ამის შემყურე და რეალობა შეიძლება ესეთი ვქონდეს, რომ ყოველწლიურად გვყავდეს 17 მაისს ზღვა ხალხის რაოდენობა და ამ დროს ყოველწლიურად 50,000-ით iklepdes ქართველი კაცის გაჩენის ამბავს გულისხმობ ჩვენ ამას რა. ეს არის რეალობა თანამედროვე, ხო, ჩვენ უკვე ამას უყურებთ, რამოდენიმე წელია არ იქადა დროშები გვიჯირავდა და სადღეგრძელოები არ გვაკლია და სიმღერა და ცეკვა და გარეგნული იერი, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია დარჩეს ესეთ ფასადურად. ჩვენ აი ამ საფრთხეს და აი ამ რისკებს ხედავთ რეალურად დღეს, ამიტომაც გულის ტკივილი ვამოძრავებს, როცა ვსაუბრობთ ამაზე, არანაირი განკითხვა და არაფერი სხვა ჩვენ არ გვამოძრავებს, ერთადერთი რომ თუ მართლა გვინდა გადარჩენა და თუ მართლა ვფიქრობთ საქართველოს გადარჩენას, აი ეხლა არის ის დრო, რომ კატეგორიულად ხელისუფალმაც თქვას სერიოზული სათქმელი, რაც არის საჭირო და ძალიან კარგად იციან, რაც უნდა გააკეთონ, თუ არ იციან, მაგაშიც დავეხმარებით, არც ეს არის პრობლემა და მეორე, რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანები, თვითონ ქრისტიანებმაც მოიქცეთ სათანადოდ უნდა. შეიძლება ყველას 9-10 შვილი ვერ ყავდეს და არ არის ეს ყველას ხვედრი, ის შესაძლებელია, მაგრამ რა უბედურება ეს ერთ შვილზე გაჩერება და თითქოს და ამით დაიკმაყოფილო შენი ეგოცენტრული რაღაც აი შვილი მყავს და მორჩა გათავდა. ეს ჩვენი კატასტროფაა, კატასტროფის თვალსაჩინო მდგომარეობა, ამაზე მეტი საშინელება რეალურად აი ამ ცივილიზებული ფორმით მეტი არ შეიძლება კონდეს. ეს არის ის ნელი ტემპით საზოგადოების დამარცხება, სიკვდილიანობა, პირდაპირ გაგებით, როცა ქართველი კაცი აი ნელ-ნელა კარგავს თავის სულიერ ძალასაც, ფიზიკურ ძალასაც, რა თქმა უნდა, სიმრავლესაც და ყოველივეს, რაც მასთან არის დაკავშირებული. ჩვენ როცა ვსაუბრობთ აი ამ 17 მაისზე, ატომღაც გვახსენდება მაცხოვრის შესვლა იერუსალიმში, ბრძოლა. მოგეხსენებათ საზოგადოება, რომელიც მაშინ ოსანას გაიძახოდა
და ოსანა მაღალთა შინაო კურთხეულას მომავალი სახეითა უფლისათაო დღესაც გაიძახის ქართველი კაცი ოსანას დიდება ოჯახს და დიდება ღმერთს და ასე შემდეგ, მაგრამ გადის პერიოდი და იქაც როგორც მოხდა შესანიშნავად ვიცდეს ყველაფერი და ჯვარსაც ვეგეო, ესეთი მსგავსი რამ ხდება დღესაც, რომ გამოვლენ იქიდან და ისევე აბორტები, ისევე კონტრაცეფცია, ისევე მკვლელობები და რეალურად ხდებით სწორედ პირდაპირ გაგებითაც აი ამ რეალობაში ხდებით ჩვენ ოსანას მაგივრად ჯვარს აცვი მოუკლად ეს იქნება ის გამოძახილი რომელიც აი ესე თანამედროვე ცივილურ სამყაროს ახლავს თან ეს გულის ტკივილია ჩვენ აქ მეტი არაფერი არ გვამოძრავებს უბრალოდ გვინდა რომ საზოგადოება არ დაჯერდეს არ დაკმაყოფილდეს იმითი რაც ჩვენ გავიმარჯვეთ გამარჯვება ჯერ კიდე მოსაპოვებელია ძმაო და დანო ღმერთმა დაღუპულს და გვაკურთხოს და გაგვაძლიეროს